ხო, ეს სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება გახდა სასტიკი და მან გამოიწვია მორჩილებაში მყოფი ეს უწყებები, რაც პოლიცია იქნება, პროკურატურა იქნება თუ სასამართლო, რომელიც ერთობლივად ახორციელებს სამწუხაროდ ხედავთ გეგმაზომიერ ერთობლივ მოქმედებას, შეთანხმებულ მოქმედებებს, უბრალოდ არაორგანიზებულ თან გარკვეულწილად, იმიტომ რომ დარბაზსაც კი ხედავთ რომ 3-4 კაციან და 10 კაციან დარბაზში ატარებენ ახლა ვინმე მკითხვა დასვას რა ხდება დიდ დარბაზებში და რატომ ყველაზე პატარა დარბაზებში 40-50 დარბაზი როცა არის რატომ არჩევ მხოლოდ იმ ერთ დარბაზს სადაც ადამიანებს ვერ ატა აქედანაც ჩანს უკვე დამოკიდებულება რომ უბრალოდ საზოგადოების გარეშე გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი მსჯელობის და განხილვის გარეშე. რეალურად ამას სამართალთან კავშირი ახლა რაც არ უნდა სამართლებრივ ჭრილში განხილვას შეუდგეთ, არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები დღეს ის 4 საქმე რაც მოხდა, რასთან დაკავშირებითაც ვსაუბრობთ სასამართლოსთან, აქ სამართალთან კავშირი არ არსებობს. ეს არის მოგონილი ბრალდება, უბრალოდ მინდა ესე გავაკეთო და ვაკეთებ. მეტი არაფერი არ არის ეს. კი ბატონო, იცით რა მინდა გითხოთ ბატონ მამუკა, აი თქვენ ყოფილი მოსამართლე ბრძანდებით საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ხართ, ხომ? აი ის რაც მაგალითად დღეს თქვა აი მოსამართლის წინაშე, როდესაც ბრალდებულის სკამზე მჯდომი ადამიანი ამბობს, რომ იცით რა გუშინ გამიტაცეს ესა და ესე, აი ამ პირობებით და ფაქტობრივად ხედავთ, რომ თითქოს არც ესმის. ისევე როგორც გუშინ წინ ბაჩიაშვილმა მოყვა საერთოდ რაღაცა როგორი მეთოდებით და გზებით აღმოჩნდა საქართველოში საპატიმროში. ხო, აი რას ნიშნავს? აი მათი მხრიდან თითქოს ამ ყველაფრის, აი მელიამ რაც მოყვა, მაგრამ აი ბაჩიაშვილის кейსი კიდე უფრო დრამატულია, ხო? საერთოდ თვალი აუხვიეს სხვა ქვეყანაში ჩარტერული რეისი ჩამოიყვანეს და შემდეგ ამ ხელას უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატყუებს ხალხს რომ თურმე მწვანე ზონაში მოხდა დაკავება. ყველამ გავიგეთ რომ აბუდაბიში დაუკავებიათ რაღაც სასტუმროში ადვოკატს რო ელოდებოდა და აი ამას რომ ისმენ მოსამართლე და რომ რაღაც აი არანაირი რეაქცია და რეაგირება რო არ გაქვს. ეს რაზე მიუთითებს? ხო, აი რა გითხრა, წარმოუდგენელი აუცილებლად რეაქცია უნდა კონდეს ამ საკითხებზე, აუცილებლად რეაქცია უნდა კონდეს. დანაშაულია, აი ამ კუთხით მინდა ეს აი დანაშაულია ეს. სამსახურებრივი გულგულობაც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს, მე ახლა ეს საკითხი მსჯელობის საკითხია და სამომავლოდ არ ვიცი რა კვალიფიკაციით შეიძლება შეფასდეს ეს, მაგრამ აუცილებლად მოსამართლე რომ უნდა აფასებდეს თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი მოსამართლე ნაცემი ადამიანები მიუყვანეს და რეაგირება არ ქონდა ამაზე, აი ისინი ითხოვდნენ რომ სამედიცინო კუთხით შემოწმებას ან პროცესების და ამ კუთხითაც რეაგირება არ ხდებოდა. იქაც ბევრი ისტორია მოვისმინეთ. პლუს ასეთი დაკავებები და გატაცებები. სწორედ ეს არის, რომ აი სახელმწიფოს ნიშნებიც კი აღარ არის, აი სასამართლო მართლმსაჯულების სისტემა უბრალოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დაკვეთების შესრულების სისტემა, რომელსაც ხელმძღვანელობს ხელისუფლება, სავარაუდოდ, სხვა თავისი და ასეთი ტიპის გადაწყვეტილება სასამართლო უბრალოდ წარმოუდგენელია. არც ერთ შემთხვევაში მას არ აქვს არავითარი პოლიტიკური დაინტერესება იდეაში ასე ითვლება, მაგრამ ხედავთ რეალობაში როგორ იქცევა, არის გარკვეული ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, რაც კატასტროფულ სიტუაციას ქმნის სამართლებრივ გარემოს საქართველოსთვის. ასეთი ტიპის სამართლებრივ გარემოში რა ინვესტიციაზე შეიძლება საუბარი, როცა წლების განმავლობაში მაგალითად ვერ ახერხებს სასამართლო სისტემა განხილვას კომერციული დაავების და უამრავი სამოქალაქო საკითხები, რომელიც ადამიანები წლებია ელოდებიან და ხედავთ პოლიტიკურად დაინტერესებულ საკითხებში საათებში და წუთებში წყვეტენ და თავის სასურველ შედეგს იღებენ. ეს ხო უკვე ცირკად გადაიქცა. ყველამ ვიცით შედეგი რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. აი მე სხვათა შორის ბატონო მამუკა ვახსენე მზია ამაღლობლის საქმე და მისი სასამართლო პროცესები, რომელიც არ ვიცი, აი რაღაცა აი გონია რომ აი რაღაცა ფილმივით ვუყურებ უკვე ამ სასამართლო პროცესებს და აი დღეს იყო სხვათა შორის ზურა ვარდიაშვილი წერდა პუბლიკას დამფუძნებელი და ჟურნალისტი რომ მოსამართლეს იყო ესე ჩვეულებრივად პროცესი მიდის რაღაც მოსამართლეს ტელეფონში რაღაც შეტყობინება მოუვიდა თუ ზარი გადის პროცესიდან ანუ ჩვეულებრივად სასამართლო პროცესი რომ მიმდინარეობს გადის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ყველა დაბრეულია ბრალდებულიც ადვოკატიც პროკურორიც დამსწრე საზოგადოებას რაღაც 10 წუთის შემდეგ დაბრუნდა ეს მოსამართლე ისე რომ არანაირი ახსნა განმარტება არ ყოფილა სად გავიდა, რატო გავიდა, ვინ დაურეკა ან რა მოხდა და შემდეგ ისევ რაღაცნაირად ჩვეულებრივად გრძელდება აი ეს სასამართლო პროცესი და აი რითი ახერხებს მოდი მაშინ ასე დავსვამდი კითხვას რომ აი უყვართ ხოლმე პოლიტიკოსის ესეთი შეფასების გამო რომ ჯიბის მოსამართლეებს რომ ეძახიან ხოლმე ხო აი რაღაც აი
ამას როგორ ახერხებს? რაღაც სისტემა აქვს, რამე სია აქვს, ვინ უფრო კარგი შემსრულებელი აშანტაჟებს, აშინებს, მოისყიდა ფულს უხდის თუ აი როგორ შეიძლება ეს? ჩემი აზრით ყველაფერი ერთად. სხვადასხვასთან ალბათ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ზოგი შეიძლება შიშის მეთოდიც იყოს, მე ისეთი მოვლენებს შევსწრები ვარ პირადად, რომ მოსამართლესთან დაკავშირებით ისეთი ბერკეტები შეეცადნენ გამოეყენებინათ, რაც სასურველ შედეგამდე მიიღო მაგალითად ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, სხვა სამსახურებში სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება, მაგალითად მეუღლის მიმართ, ესეთ ფაქტებსაც მქონდა ადგილი. ჩემთან დაკავშირებითაც თანაშემწესთან ბევრი ისეთი ფაქტები ხდება, მაგრამ უბრალოდ იმ მომენტში არ მივაქციეთ, მაგრამ დღეს ხედავთ უკვე გადავიდნენ პოლიტიკოსების და ამდენი პატიმარი, ეხა ესეთი ამდენი პოლიტპატიმარი მართლა არ ყოლია ამ ქვეყანას რეალობაში არასდროს დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან დაწყებული აი ნებისმიერი აი დღევანდელი განხორციელებული ქმედებები მელიას პატიმრობაც არის წარმოუდგენელი მით უმეტეს ამ ფორმებით რასაც ეს ყველაზე ცუდი აქ არის კიდევ ეს დემონსტრაციულად ხდება ეს არ ხდება რაღაც შეცდომით ეს არის დაგეგმილად გაკეთებული ალბათ შესაშინებლად მოსახლეობის რომ ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკოსებს ესე ვექცევით ნებისმიერთან შეგვიძლია ესე მოვიქცეთ ამიტომ ყველა წყნარად იყავით რაც შეუძლებელია ამ ტიპის ამ ახალგაზრდებთან ამ ტიპის საუბარი მათ არ ესმით უბრალოდ როგორ უნდა ესაუბრონ ახალ თაობას და ხედავთ ზუსტად იმ განსხვავებას იმ ძველ დრომოჭმულ ურთიერთობებსა და ამ ახალ ურთიერთობებს შორის განსხვავებას. კი ბატონო და ასევე ბატონო მამუკა იცით რა მინდა გთხოვოთ აირისი ახსნა მინდა გთხოვოთ აი ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და აი რა პრობლემებს ქმნის პოლიტიკური მართსაჯულება და რას გულისხმობ აი შეიძლება არ ვიცი ნებისმიერ ვიღაც ადამიანი რომელსაც რაღაცა დიდად არც ნიკამელი არ მოსწონს და შეიძლება პერსონალურად მას დიდად ეს ამბავი არ ეხება ხო აი სასამართლოს როდესაც ეხება საქმე იმიტომ რომ სხვათა შორის მომახსენება ქართული ოცნების არგუმენტები რომ აი გამამართლებელი განაჩენებით როდესაც იწონებენ ხოლმე თავს რომ აი შეხედეთ ჩვენი ხელისუფლების დროს რამდენი გამამართლებელი განაჩენია. აი მე მინდა საზოგადოებას დავანახოთ რაღაც აი პოლიტიკური მართლმსაჯულების ტესტი, რაღაც ორი მეზობლის შორის სამართლებრივი რაღაც სამოქალაქო დავა კი არ არის, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ, არამედ ის რაც ხდება რეალურად, როდესაც პოლიტიკური ინტერესი არსებობს. აი ეს რამდენად საშიშია, ეხლა ვინც გვიყურებს და ვინც თვლის რომ ეს საერთოდ მას არ ეხება ვიღაც პოლიტიკური ოპონენტი დაიჭირა ბიძინა ივანიშვილმა. და მისი მოწინააღმდეგე რომ იგივე კავშირების გამო მასთან შეძლოს იგივეს განხორციელება, მაშინ რა სიტყვის. ეს არის ზუსტად საფრთხე, როცა ამის საშუალება არსებობს, თუ ნებისმიერს კავშირი ექნება ხელისუფლებასთან, ის მოახერხებს ნებისმიერი სასურველი გადაწყვეტილების მიღებას. აი ეს არის პრობლემა. აქ და აი ეს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეხება მით უმეტეს პოლიტიკოსთან თუ გაბედეს და პოლიტიკოსთან თავის სასურველ შედეგს იღებენ და აპატიმრებენ ადამიანს, რატო გაუჭირდებათ ჩვეულებრივი მოქალაქის იგივე წესით დაკავება, თუ კი არ მოეწონება და ვინმესთვის საწინააღმდეგო, რა ვიცი, შეიძლება მეზობელს არ მოეწონოს ელემენტარულად. ან სხვა მიზეზით არსებობდეს. უბრალოდ ეს თეორიულად ვამბობ, ამიტომ ყველამ უნდა მიხვდეს, რომ ეს თითოეულ მოქალაქეს ისევ იმ პოლიციელებსაც ეხება და იმ მოსამართლეებსაც ეხება, რომლებიც დღეს მუშაობენ და მოქმედებენ. ეს არ იქნება სულ ესე. ეს მათ ოჯახებსაც შეეხება მომავალში, თუ ესე გაგრძელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესე ვერ გაგრძელდება, ეს იმდენად აბსურდში გადავიდა, რაღაც ლოგიკური გაგრძელება უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ეს ევროკავშირთან ურთიერთობა და ყველაფერი გჭირდება ერთადერთი მიზეზის გამო, რომ სამართლებრივი სისტემა იყოს და საარჩევნო გარემო იყოს აქ დაცული და ადამიანის ნება იყოს დაცული. აი ეს არის და სამართალი, იმიტომ რომ თუ არ არსებობს ქვეყანაში ადგილი, სადაც მიხვალ და სამართალს იპოვის ადამიანი, იმ ქვეყანაში ვერავინ დაცულად ვერ იგზნობს თავს. მით უმეტეს ხედავთ, რომ პოლიტიკოსებს თუ უკეთებენ, მართლა შესაძლებელია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ყველას ვერ დაიჭერენ, მაგრამ სამაგალითოდ შეუძლიათ ესე რამოდენიმე და არავის არ უნდა რაღაც კუთხით მოხვდეს ამ სიაში, მაგრამ ახალგაზრდებს ეს არ ჭრის და როცა ქვეყნის ბედი დგას, მე მგონი ცოტა სხვა კუთხით უნდა დაფიქრდნენ თანამდებობის პირებიც, მოსამართლეებიც და მართლა დავალების შემსრულებელი, რა ვიცი, თუ რამე სხვა ტიპის პრობლემა არ აქვთ და მართლა ან მოსყიდვით და ან შიშით და მათ უნდა თქვან და გადადგას რამოდენიმე მაინც სწორი ნაბიჯი. სამწუხაროდ მხოლოდ ის ჯგუფი ყავთ ჩართული ამ პროცესში, ხედავთ სულ ერთ და იგივე გვარები და ერთ და იგივე ადამიანები აკეთებენ ამას. ეხლა არის ფიქრობთ რომ მთელი სასამართლო სისტემა ამ აზრზეა. ეხლა როგორ ჩანს ეს ერთი ეს ამ წუთში სიჩუმეს დანაშაულია. თანამონაწილეობა არ არის. აი მე რომ ხედავ რომ ჩემი კოლეგა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, მე იქ იმ ოთახში რა სამართლიანი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, გვერდით რომ ვიცი რაც ხდება, ეს რაღაც აი რაღაც ცოტა კეთილსინდისერებას
გადაწყვეტილებასთან მე მგონი მაინც შორს ხო, ვარ სხვა როგორი ადამიანი- გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო კარგი ჩემი პერსონალური აღქმის ამბავია შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებაც რომ არ აქვს ადამიანს და საკუთარი დღევანდელი მოსამართლეები იმასაც კი ვერ განსაზღვრავენ ვის მიესალმონ და ვის არა ძალიან ეშინიათ რაღაცა ცნობადი ადამიანებთან მისალმებაც კი აი ჩემთანაც კი მაგალითად ეშინია იმიტომ რომ შეიძლება ვინმე მკითხოს რატომ რა კავშირი გაქვს უკონტროლებენ ინტერნეტს რასაიძე შედიან, რასაკეთებენ, მე მქონდა რამოდენიმე მოსამართლესთან საუბარი და ვნახე და ზუსტად ვიცი, რომ ყველა მოსამართლის დღეს მოქმედი მოსამართლეების ვებ ბრაუზერ ყველაფერი კონტროლდება ფაქტიურად, რასაც კი აკეთებს თავის კომპიუტერში. და ეს შეტყობინებები თითოეულ მოსამართლეს მიდის, შეიძლება ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ნამდვილად ესე არის ჩართული და ამას ხედა ეს ერთ-ერთი მექანიზმი, ზოგს ალბათ მოსყიდვის მექანიზმი, ზოგს იოლი წარმატების მიღწევის თვითდამკვიდრებისთვის, კეთილდღეობისთვის, რა ვიცი, ბევრი სხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ადამიანებს ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს. საღად მოაზროვნე ადამიანი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს დღეს ქვეყნის ასეთ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში არ მიიღებს. არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს უჭერს ხარს, უბრალოდ სამართლებრივად ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს არის აბსურდი, თუ ამას დაუშვებ, ამას უშვებ ნებისმიერი მოქალაქისთვის. აი ესეთი მოქმედებას და ესეთი ქმედების გახორციელებას. და ეს ყველაფერი სამწუხაროდ ნამდვილად არ დასრულდება კარგად. ეს ადამიანები როცა სამართალს ესე ვერ პოულობენ, სხვა ხერხებს და სხვა ფორმებს ეძებენ და ძალიან რთულ ფორმებთან მიდის ხოლმე ეს ყველაფერი სამწუხაროდ.